მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის საქემო რადიო მისი ხმა. შეგახსენებთ, რომ პროექტი მისი ხმა ხორციელდება DVB International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს. ესენი არიან სოფელ ზემო ფარცხლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარიკა ქურიძე და ამავე სკოლის მოსწავლეები მე-9 კლასის მოსწავლე თამარ მარკოიძე და მე-8 კლასის მოსწავლე შოთა ცინცაძე. ისინი ახორციელებენ პროექტს „აღვადგინოთ დავიწყებული ისტორია“ და ამ პროექტის ფარგლებში აღმოაჩინეს არაჩვეულებრივი ქალბატონი შუა ფარცხლიდან ნამეტია ბერძენიშვილი, რომელსაც უწოდებენ ლევილის დედასაც კი და სწორედ ამ პროექტზე და ამ ქალბატონის ისტორიაზე მოგუყვებია დღეს. ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ, დაგვითმეთ დრო და ასეთი საინტერესო ისტორიით მოხვედით ჩვენთან. მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩვენი პროექტით და დაგვითმეთ დრო. მადლობა თქვენ მომბრძანებისთვის. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ იქედან, საიდან გაჩნდა პროექტის იდეა და რა არის მისი მიზანი. დიახ, პროექტის იდეა გაჩნდა მარტში, როდესაც ქალთა დღეა, დედის დღეა და მოდი ვიფიქრე, რომ რაღაცა განსხვავებული ღონისძიება გამეკეთებინა სკოლაში და მომეძიებინა ისეთი ქალის ისტორია, რომელიც იქნებოდა ნაკლებად ცნობილი და განსაკუთრებული და აღმოაჩინეს საოცრება. ნაკლებად ცნობილი კი არა, საერთოდ უცნობი ისტორია აღმოაჩინე და თან ძალიან ძლიერი მაგარი ისტორია. ამ ქალბატონს 8 წლი მიუძღვის არა მხოლოდ ფარცხლისა და ჩოხატაურის წინაშე, არამედ მთლიანად საქართველოს წინაშე და ძალიან დასაფასებელი ქალბატონია და პროექტის მიზანი არის ქვეყნის წარსულის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა. მადლობა ქალბატონო მარიკა. საინტერესოა, რამდენადაც თითქოს ყველაზე უცნობი იყო ამ ადამიანის შესახებ, რამდენად მარტივი იყო თქვენთვის, რომ მოგეძიებინათ მასალები და წყაროები პროექტისთვის. დიახ, მიიძებნება Google-ში მასალები, არის ნამეტიას შესახებ, უფრო მეტი არის მისი მეუღლის ვალოდია გოგუაძის შესახებ. ვალოდია გოგუაძე ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, ეროვნული გმირის წოდებაც აქ მინიჭებული და აი ხან ვალოდია გოგუაძეზე ვეძებდი და იქვე ვეძებდი ნამეტიას შესახებ ინფორმაციას და დეტალებს ვიკლებდი და ვიღებდი. ასევე ვნახე პირველი არხზე გავიდა ერთხელ რეპორტაჟი და რადიო თავისუფლებას აქვს ნამეტიასთან ინტერვიუ, სადაც ისმის ქალბატონ ნამეტიას ხმა და ეს ნამდვილად აღმოჩენა იყო ჩემთვის და სასიამოვნო იყო. 97 წლის გარდაიცვალა, ძალიან ახალგაზრდა წავიდა საქართველოდან და გურული კილო შემორჩენილი ჰქონდა ბოლოშიც კი. ძალიან საინტერესოა და ასევე თქვენ ახსენეთ, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ ინფორმაციის გავრცელება, ხო? და დარწმუნებული ვარ, პროექტში ჩვენი რადიოს გარდა ასევე სხვა აქტივობებიც გიდევთ თემში ინფორმაციის და ცნობიერების ამაღლებლად და რა გზებს ვიმართოთ ამისათვის, რომ მოგვიყვეთ. პირველ რიგში ეს ბავშვებს რო გავაჩაინეთ ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, მოვამზადეთ კითხვარი. ბავშვებთან ონლაინ შეხვედრებიც გქონდა, რადგან სასკოლო დროს ეს ვერ ესწრება, საღამოობით ვხვდებით ერთმანეთს და კითხვარი მოვამზადეთ, გავედით სოფელში და გამოვკითხეთ თემი. აი არც გამოკითხულთაგან არც ერთმა არ იცოდა ვინ იყო ნამეტია ბერძენიშვილი. ეს კითხვარი ჩვენ მოვიტანეთ, დავამუშავეთ, ბევრი დამუშავება ამას არც ჭირდებოდა და შემდეგ დავიწყეთ მუშაობა. ინფორმაცია მოვიძიეთ, დავახარისხეთ და შევხვდით თემის წარმომადგენლებს. ჩავთეთ ჩვენი სოფლის გამგებელი ჩაერთო, მოადგილე ჩაერთო, დეპუტატიც შემოგვიერთ და წერილი გავამზადეთ განცხადება, გამოვაკარით სოფელში მაღაზიის წინ, მოვიწვიეთ ეს ხალხი, სოფლის საკრებულოს შენობაში დაგვითმეს სივრცე შევედით, იქ პრეზენტაცია ვაჩვენეთ, მივიტანეთ კომპიუტერი და სურათებიც ვაჩვენეთ და ვისაუბრეთ ნამეტიაზე, პატარა ისცენირებაც მოვაწყვეთ, ბავშვებმა მოირგეს ნამეტიასა და ვალოდიას როლი და იქვე გაითამაშეს ეს პატარა სცენა. ბუკლეტები მოვამზადეთ, მოსახლეობაში ბუკლეტები დავარიგეთ და რა ვიცი, ყველანაირად ვცდილობთ, ოჯახები ჩართულია ამაში, მოსწავლეებს სახლში მიაქვთ ამბავი და თემში აი ინფორმაცია გავიტანეთ რაც შეიძლება მაქსიმალურად. მადლობა თქვენ ასეთი ძალისხმევისთვის. როგორც იცით, პროექტებზე მუშაობა განსაკუთრებით ავითარებს ბავშვებში სხვადასხვა კომპეტენციას და უნარს და საინტერესოა თქვენ მოსწავლეებმა ამ შემთხვევაში რა უნარები განივითარეს. ჩემმა მოსწავლეებმა ძალიან ბევრი უნარი განივითარეს ამ პროექტზე და ზოგადად პროექტებზე მუშაობისას რო ივითარებენ ეს ყველამ ვიცით. პირველ რიგში ინფორმაციის მოძიება და ხარისხება, კვლევითი უნარჩვევები, პრობლემის გადაჭრის უნარჩვევა, ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარჩვევა, რა ვიცი, ძალიან ბევრი ბუკლეტების დამზადების დროს შემოქმედებითი უნარებიც ჭირდება. აი, რამდენიმე უნარი განივითარეს და გაიუმჯობესეს.
დიახ, მე როგორც ვიცი, ასევე თქვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გაქვთ ძალიან კარგი მიზანი პროექტის ფარგლებში და ამასაც რომ მოგვიყვეთ. კი, მიზანი გვაქვს. ჩვენ შაშა პროექტი რო ქონდა, რამდენჯერმე მოგვიწია შუა ფარცხმის ტყეპარკში წასვლა. მოსწავლეებმა იქ კიდეც დაალაგეს, რაღაცეები მიაწესრიგეს, ნახატებიც დახატეს, წარწერებიც გამოაკრეს, რომ მოუფრთხილდეთ გარემოს და დაგვებადა იდეა, რადგან შუა ფარცხმიდან იყო ქალბატონი ნამეტია, შუა ფარცხმის ტყეპარკს მიენიჭოს ქალბატონ ნამეტია ბერძენიშვილის სახელი. ამის შესახებ მე ვესაუბრე შუა ფარცხმის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ქალბატონ სოფო ზაქარიაშვილს. ჩვენ ერთად უნდა ავსულიყავით შუა ფარცხმის მოსწავლეები და ზემო ფარცხმის მოსწავლეები შუა ფარცხმის ტყეპარკში და იქ გაგვეჟღერებინა ეს იდეა, მაგრამ ეს ამინდები ხელს გვიშლის და ვერ მივდივართ. შემდეგში ჩვენ ერთად დავგეგმავთ შეხვედრას, მოვაწყობთ თუ ამინდება შეგვიწყო ხელი შუა ფარცხმის ტყეპარკში თუ არა და დახურულ სივრცეში სადმე შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ ორივე სოფლის წარმომადგენელი, ძირითადად ერთი თემია, ერთი სოფელია, მაგრამ სკოლა ორია და ვისაუბრებთ ქალბატონ ნამეტიაზე და მის ღვაწლს. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა და წარმატებებს გისურვებთ თამაშიც. მოდით ჩვენ კიდევ ერთხელ ახლა ყველა კითხვაში პრაქტიკულად გამოვყოფთ ამის მნიშვნელობას, მაგრამ მაინც ვისაუბროთ ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების ელემენტების ინტეგრირების მნიშვნელობაზეც. კი ბატონო, აი არაფორმალური განათლება არის მთელი სიცოცხლის მანძილზე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლება და ეს ჩემთვისაც განათლება იყო. მეც განათლება მივიღე ჩემს მოსწავლეებთან ერთად. მე ვერ ვიტყვი, რომ ვიცოდი ქალბატონ ნამეტიას ღვაწლის შესახებ რაიმე, პირველად გავიგე და ამოვაჩინე მე და ასევე ჩვენ ერთად ვართ არაფორმალურ განათლებაში ჩაბმული და არაფორმალური განათლება სხვა აქტივობებთან ერთად პროექტებზე მუშაობასაც მოიცავს და ეს პროექტზე მუშაობის დროს უამრავი აქტივობა დავჭირდა ჩვენ, რაშიც დავჭირდა ფორმალური განათლების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება და გამოვიყენეთ. ასევე დასჭირდებათ ბავშვებს აქ მიღებული არაფორმალური განათლების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება და უნარები და გამოიყენებენ ფორმალურ გაკვეთილებზე, საგაკვეთილო სივრცეში. საგაკვეთილო სივრცე და ფორმალური განათლება მაინც შეზღუდულია, დროში გაწერილია. არაფორმალური განათლების დროს თავისუფალი ვართ მიზნებში, არჩევანში, აქტივობებში, შეხვედრებში. ყველაფერზე ვარგებ ამათ საჭიროებას, ზოგი სპორტითაა დაკავებული, ზოგი სხვაგან მიდის და შეხვედრებს ასე გვეგმოთ, აი ნამდვილად აი საინტერესოა. თუ სამუშაო იქნება საინტერესოდ შერჩეული, მე მუშაობაც საინტერესოა და მოსწავლეები ხალისით ებებია. მადლობა მარიკა. მოდით ახლა ჩვენ ვისაუბროთ უკვე ქალბატონ ნამეტია ბერძენიშვილს და მოგვიყვებით მის ღვაწლსა და ცხოვრებას. ესე იგი, ქალბატონი ნამეტია 1891 წელს დაიბადა ფარცხმის სოფელ შუა ფარცხმაში. 1918 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მე ამ ფაქტსაც ყურადღება მივაქციე. სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა და მეცხრე შვილი იყო ნამეტია შუა ფარცხმის გლეხის ოჯახში. და ივლიტა ბერძენიშვილია მისი ნამდვილი სახელი და გვარი და ნამეტარიაო წამოუძახიათ და ნამეტია შეარქვეს და მე სულ ასე ხვდება ნამეტია ან ნამო, ასე მოიხსენიებენ მას. როცა ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში, იქ გაიცნო ვალოდია გოგუაძე. ვალოდია გოგუაძე საერთოდ სხვა თემაა და ვალოდია გოგუაძეს ერთი კი არა 100 პროექტი არ ეყოფა. მას ქართველ რობინ ჰუდსაც უწოდებენ. ის იყო ცნობილი ჯავშანმატარებელი, ცნობილი მეთაური, საოცარი ბრძოლები აქვს გადახდილი, საოცარი ღვაწლი აქვს საქართველოს წინაშე. მას ეროვნული გმირის წოდებაც აქვს მინიჭებული და გაიცნო ქალბატონი ნამეტია. შეუყვარდათ ერთმანეთი. ვალოდია თავის ძმასთან ერთად ჯავშანმატარებელზე იყო, ნამეტიაც გაყვა ბრძოლაში, შეუერთდა მათ. ახლა შეიძლება იარაღით არ იბრძოდა, მაგრამ იყო იმ ჯავშანმატარებელში ცხოვრობდა და ეხმარებოდა მებრძოლებს როგორც საჭირო იყო. და ვალოდიამ გასცა ბრძანება, თუ ოსმალებმა ტყვედ ჩაგვიგდეს, ჩემი ცოლი დახვიდეთო, რომ მათ ტყვედ არ ჩაუვარდეთო. ვალოდია ბრძოლებში დაიჭრა, ის წაიყვანეს მეგობრებმა თურქეთში ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა, ნამეტიამ იქ ჩააკითხა. გამოჯამრთელების შემდეგ პოლონეთის გავლით ისინი ჩავიდნენ საფრანგეთში და უკვე ემიგრაციაში იყო ქართული მთავრობა წასული და ესენიც შეუერთდნენ იქ ვალოდიას ეყოლებოდა რა თქმა უნდა ნაცნობები და დასახლდნენ ლევილში. ლევილში ცხოვრებისას მათ მოაწყვეს ნამდვილი გურული ოჯახი, გურულ ყაიდაზე. შოთა დამეხმარება ეხლა და მეტყვის რა გააკეთეს. ქართველი ემიგრანტი ლევან ფაღავა იხსენებდა.
ვალოდიამ და ნამომ ხმალი ქარქაში ჩააგეს და მათი გონიერი მუყაითი და მიწის დამუშავებით და განუწყვეტილი მძიმე შრომით შექმნეს ემიგრაციაში განთქმული ქართული ოჯახი, სადაც მეფობდა ენა ქართული, შემკული ყველა მშობლიურ დიდებულ ტრადიციებით. მათ გულმუყაითაზე სასიმინდეც კი ააგეს, რადგან მოჰყავდა ციმილი. შეეძინეს ძროხები, აკეთებდნენ ქართულ განთქმულ სულგუნებს, დადგეს კები და ბლომად აყენებდნენ ათესის ღვინოსაც, რადგან ეს ყურზე ბლომად ხარობდა მამულში. დიახ, მოაწყვეს გურული 64 იქ და ეს ოჯახი ფაქტობრივად იყო მთელი ემიგრაციის დიდი ნაწილის მასპინძელი. ორი ადამიანი ცხოვრობდა მუდმივად, მათ შვილი არ ყოლიათ, მაგრამ არასოდეს არ სადილობდა მხოლოდ ორი. გამუდმებით ყავდათ სტუმრები და ისინი უმასპინძლებოდნენ ქართველ ემიგრანტებს. მსჯელობდნენ საქართველოზე, მათთვის დიდი ტკივილი იყო საქართველო და საქართველოში მოხდარი მოვლენები და სულ მათი სამსჯელო საკითხი იყო ეს და ხანდახან ვალოდია და ნამო სამუშაოდ რომ მიდიოდნენ, რომ მიწა სამუშაებდნენ, ისეთი ცხარე კამათში ჩაებმებოდა ეს ორი გურულიო, რომ საღამომდე ვერც მიდიოდნენ იქ სამუშაოდ, აი ავიწყდებოდათ რა უნდა გაეკეთებინათ, კამათობდნენ ცხარედ პოლიტიკაზე. ერთხელ, როდესაც საბჭოთა კავშირის ელჩი ჩასულა საფრანგეთში სტუმრად და ლევილის სასაფლაოზე მისულა, უთქვამს, ეხლა საქართველოს უთნილება სსრკ კუთვნილებაო. აუფარებიან ამეტიას დოკუმენტი და გურული აქცენტით უთქვამს, ეს მამული კერძო საკუთრებაა და ახლავე დატოვეთ აქაურობა. როგორც უკვე გითხარით, უმასპინძლდებოდნენ ადამიანებს, თავისი თბილი ხელით ნამეტია აწოდებდა სადილსაც და ვახშამსაც და მთლად საოცარი ისტორია აღმოვაჩინე ქალბატონმა ნამეტიამ, რომ ლევილის სასაფლაო დაარსა, ეს ძალიან დიდი ამბავია, მაგრამ როგორ უმასპინძლდებოდა ის ექვთიმე თაყაიშვილს და მის ოჯახს და როგორ წერილებს უგზავნის ექვთიმე ნამეტიას. ეს არ ვიცი, ისეთი ისტორია და ისეთი წერილებია, ისეთი თბილი წერილებია. ერთ-ერთ წერილში ქინძის თესლსაც კითხავს. ექვთიმე თაყაიშვილი ნამეტია ბერძენიშვილს. აბა თამუნა გვეტყვის ამონარიდებს წერილებიდან. 1931 წლის 28 ოქტომბერი, მიცვალებულთა მოგონების დღეს, 1 ნოემბერს, ნინოს საფლავზე ვერ ვიქნები. 400 ფრანკზე მეტი დამიჯდება, მოსვლა და დაბრუნება და მომჯობინე ძეგლისათვის დავამარაგო ცოტა თანხა. მე კიდე ის მამშვიდებს, რომ თქვენისთანაც ჭირისუფლები ყავს მალე და საფლავს პატივი არ დააკლდება, თქვენი ექვთიმე თაყაიშვილი. ნებას ვაძლევ ჩემს თავს, მოგმართოთ თქვენ, როგორც ჩემთვის ყოველთვის გულშემატკივარს და პატივისმცემელთ და გთხოვთ, ყველაფერი დაწვრილებით ასწონ დასწონოთ და მაცნობოთ. შესაძლო იქნება თქვენთვის თუ არა დამდოთ პატივი და იმ საზრდოსაგან, რამაც თქვენთვის სადილ ვახშამს იკეთებთ, ერთი კერიც მეც მიზიაროთ, რასაკვირველია ჯეროვანის საფასურის, პური მარტო ის მექნება, რაც ტიკეტით მეგება, სხვა ტიკეტები, ხორცისა, პატებისა, ზეთისა და სხვა თქვენს განკარგულებაში იქნება. მეორე დიდი დაბრკოლება უნდა ამ თავითვე მიიღოთ სახეში. საუბედუროდ, ზამთარში მე თქვენთან სიარული არ შემეძლება, სიცივის გარდა, სოվել მიწაზე ფეხს ვერ მოვიცნი, დავეცემი, იქნებ სევასტე მიქნა სიკეთე და მომაწოდო სადილი, იმასთან ცოტა რამ, რაც ვახშმისთვის გამომადგება, თქვენი ექვთიმე თაყაიშვილი. აბეშოთა 1945 ლევილი, ძვირფასო ქალბატონო ნამეტია, ხვალზე მიხდება გამგზავრება და მინდა წერილობითაც გამოგეთხოვოთ და ერთხელ კიდევ უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და პატივისცემისთვის, რომელსაც ჩემი, ნინოს და ჩემდაი მუდამ მიჩენდით და ყოველგვარად გვეხმარებოდით. მე ეს თავის დღეში არ დამავიწყდება, გარემოება გვაშორებს ერთმანეთს. ყველაფერი მოსალოდნელია და არეულ სოფლიოში, მეტადრე საფრანგეთში. იმ შემთხვევისთვის იცოდეთ, ყოველ ხონეს ვიხმართ უცოცხალი დავში, რომ საქართველოში დაბრუნება მოგიწყოთ და იქ შესაფერისი ადგილი გაშონინოთ. მუდამ თქვენი ექვთიმე თაყაიშვილი. აი ასეთი ქალბატონი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა მის ოჯახთან, ქართველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან, ქართველი მთავრობა იყო იქ უკვე ემიგრაციაში დემოკრატიული საქართველოს მთავრობა წასული და იქ გაჟღერდა ეს ამბავი, რომ ქართველებს კრძალავდნენ აი სხვადასხვა ადგილებში და ერთი სასაფლაო არ ჰქონდათ. და გამოიკვეთა ეს აზრი, რომ ერთი სასაფლაო იყო საჭირო, ნამეტია ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში, შეიკრიბა თანხა ნამეტიას ოსნობით, ჩვენ ვახსენეთ, რომ საოცრად მუყაითი და მომჭირნე ქალბატონი იყო და შეიძინეს მიწა ლევილში სასაფლაოსათვის, მაგრამ მიწის შეძენა ლევილში სასაფლაოსათვის ურთულესი პროცესი იყო და ამას სჭირდებოდა გონიერი მიდგომა.
ვისთვის მიემართა, როგორ მიემართა. ქალბატონი ნამეტი ამას ყვება რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში, მე ახლა არ დავკონკრეტდები, ვისაც სურვილი ექნება მოისმენს ამას, რამდენი დაბრკოლება გადალახა მან და როგორ მიაღწია იმას, რომ მიეღოთ დასაფლავების უფლება, დაკრძალვის უფლება. გადმოასვენეს იქედან ადამიანები, პირველად დაასაფლავეს ევგენი გეგეჭკორი, იქვეა დასაფლავებული ნოე ჟორდანია, კოტე კანდელაკი, აკაკი ჩხენკელი, რაჟდენ არსენიძე, გრიგოლ რობაქიძე და მიხა კოწერეთელიც იქ არის დაკრძალული, ოღონდ ისინი საფრანგეთში არ ყოფილან და საფრანგეთში არ გარდაცვლიდან, შემდეგ გადმოასვენეს. და ეს არის ერთადერთი პანთეონი საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც ამდენი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვანია დაკრძალული. იქ ლევილის მთლიანად ქართულისათვის ტომოა და ლევილის მამულია და ამაზე ახლა შეიძლება ეს მამული დაიბრუნა საქართველოს მთავრობამ და იქ ბევრი კარგი საქმე კეთდება და ეს სხვა საკითხია, მაგრამ აი კონკრეტულად სასაფლაოსთვის მიწის შეძენა და იმის პატრონობა ბოლომდე ეს იყო ნამეტია ბერძენიშვილის თაოსნობით გაკეთებული საქმე. თითოეულ საფლავს უვლიდა, პატრონობდა აი როგორც საკუთარს ისე და აი განსაკუთრებული ამიტომაც არის ამ ქალბატონის ღვაწლი საქართველოს წინაშე. ქალბატონმა ნამეტიამ შეიმუშავა მიმართვის ტექსტი, რომელიც გამოაქვეყნა ქართულ გაზეთში და ყველას მოუწოდა, რომ ყველგან გავრცელებულიყო ეს მიმართვა და ეხლა თამუნა ამ მიმართვის შესახებ გვეტყვის. ნუთ საბრელო ჩვენი თავი, ღირსი არ არის ორი ალაგი მიწისა, ქართველნო, ქალნო და კაცნო, დიდნო და პატარა. ისმინე ვედრება ბეთჩავ მოძმისა, ძვლების ღაღადი, მოუპოვოთ ადგილი ორი ალაგი მიწისა, შევიძინოთ საკუთარი სასაფლაო, მოვაგროვოთ ჩვენი უპატრონო მიცვალებულები ერთად და მოვუაროთ მშობლიური გრძნობით, მათ სამუდამო განსასვენებელს. უმორჩილესად გთხოვთ, ეს მოწოდება ყველა ქართულმა ჟურნალ-გაზეთმა გადაბეჭდოს. 1938 წელი, ქართული ჟურნალი, დამოუკიდებელი საქართველო. ამ მოწოდებას გამოიხმაურა ქართული ემიგრაცია, დაიწყეს ფულის შეგროვება. 1946 წელს ეს საქმე მოიყვანეს სისრულეში. ყველა ქართველმა გაიღო რამდენიმე ფრანკი და შეიქმნა ლევილის ქართული სასაფლაო. ძალიან დიდი მადლობა მარიკა, ასეთ აწრულებით რომ გაშალეთ როგორც ქალბატონი ნამეტიას ღვაწლი, ისე ლევილის სასაფლაოს მნიშვნელობა და მადლობა შეკასდა თამარს საინტერესო ჩართვისათვის და წერილების შესახებ საუბრისთვის. საინტერესოა სამომავლოდ უკვე გეგმავთ კიდევ მსგავსი პროექტის განხორციელებას, გაგრძელებას და ჩახატაოლებისთვის უკვე სხვა მოიწყებული სტუდიების შეხსენებას. კი, გეგმავ აუცილებლად. მე სხვათა შორის ზომლეთიდან ვარ და ნოე ზომლეთელი და სანდროეული ზომლეთლები იყვნენ, ქურიძეები და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აფხაზეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. მინდოდა მასზე პროექტის მომზადება, მაგრამ იმდენად მწირი მასალა ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. ისე ჩემი სურვილი არის, რომ საზოგადოებას გავაცნო, ჩემი მოგვარე იყო და მე ის იყო თანამშრომელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა აფხაზეთში და მომავალში გეგმავ ამ საკითხზე მუშაობას. ძალიან კარგი იქნება და მნიშვნელოვანი მსგავსი საქმის გაგრძელება. მე პირადად აღფრთოვანებული ვარ ქალბატონი ნამეტიას შესახებ ასეთი ინფორმაციის გაგებით და დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელიც ასე იქნება. დიდი მადლობა რომ ჩვენს გადაცემაში მოხვედით და მოგაწოდეთ ინფორმაცია. მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით და მოგვეცით საშუალება, რომ ყველამ გაიგოს, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთ საქმეს აკეთებთ და განსაკუთრებით სკოლაში ბავშვებთან ერთად. დიდი მადლობა ასევე ჩვენს მსმენელსაც, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი თემებითა და ახალი სტუმრით. დროებით.